თბილისი ბეტონით სავსე ქალაქია. კალათის მმართველობის 2 ვადის განმავლობაში ჩვენ დედაქალაქი დაემსგავსა ლუკ ბესონის ცნობილი ფილმის მეხუთე ელემენტის გადასაღებ მოედანს. ფრინავი მანქანები არ აქვს, მაგრამ ზე არ ჩანს და სუნთქვა შეუძლებელია. მაგალითად ამ უბანში ფანჯარას რო გააღებ, ერთადერთი რასაც ხედავ, მოპირდაპირე მხარეს შენი მეზობელია, რაღაც მომენტებში შეიძლება ხელიც კი ჩამოართო ფანჯრიდან. კვლევის თანახმად, თბილისში წელს გაყიდული ბინების 23% უცხოელებზე გაიყიდა. და ვიღებთ სურათს, სადაც ჩვენ დედაქალაქი უცხოტომელებით გაივსო, ერთადერთი კმაყოფილი ვინც არის, ეს ყბადაღებული ინვესტორია. და იმაზე რომ ამ კორპუსებში ვინც ცხოვრობს, მას გარეთ გამოსვლაც უნდა, მანქანის გაჩერებაც, ელემენტარულად ჟანგბადი და სივრცე და მას ჭირდება რომ საარსებო გარემო ადამიანზე იყოს მორგებული, ეგ არავის არ ახსოვს. რისი შეცვლა გვინდა ჩვენ და რას გავაკეთებთ? მარტო ინვესტორის ჭკუაზე შენება აღარ შეიძლება. პრიორიტეტი მაცხოვრებელი უნდა იყოს და ამგვარი მშენებლობის უფლება თბილისში უნდა აიკრძალოს, უნდა შეიქმნას ქალაქის რეალური მუშა გენერალური გეგმა. კონსერვატორების საქართველოსთვის